ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი. წინა ვიდეოში ვთქვი, რომ უნდა გაჩვენდე მაშინ, როდესაც ხარ გაბრაზებული. და ბოლო კვლევიდან აღმოჩნდა, ტვინის ბოლო კვლევიდან, რომ თუ გაჩვენებული ხარ, როდესაც გაბრაზებული ხარ რაღაც ნეგატიური ემოცია ან პოზიტიური მნიშვნელობა არ აქვს და თუ მას არ გამოხატავ, სადმე არ მიმართავ ამ ემოციას და საკუთარ თავში ჩაბეჭდავ, ასე ვთქვათ, ეს აისახება შენი პრეფრონტალური კორტექსის მუშაობაზე, რაც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე. და იმის გამო, რომ არ გამოხატავ ემოციას, ეს გიგროვდება აი აქ, მერე ამის გამო იქმნება ქაოსი, რის გამოც ვერ მიდიხარ ცხოვრებაში წინ და ცხოვრობ დღიდან დღემდე ერთი და იმავე წრეზე და ვერაფერ ახალს ვერ იფიქრებ, იმის გამო, რომ ემოციები გაქვს დაგროვებული, იმიტომ რომ არ გაქვს თვით გამოხატვა, ამიტომაც გამოხატა ემოციები მაქსიმალურად. ბებია ჩემი 86 წლის არის. იმის გარდა რომ ძალიან მაგარი გენეტიკა აქვს, ვიცი რომ ემოციების გამოხატვა შეუძლია ძალიან კარგად და ამიტომაც თავს გრძნობს 86 წლისას ძალიან კარგად.